მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მგონი დღეს ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან სასიამოვნო თემაა და სასიამოვნო თემაა ყველასთვის ბუნებრივია ჩვენთვის, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანის შესახებ ვისაუბრებთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 წელი სრულდება წელს 25 დეკემბერს. შესაბამისად ძალიან ბევრი ღონისძიება იგეგმება მთელი წლის განმავლობაში, რომელზეც გადაცემის მეორე ნაწილში აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენ ალბათ რა ვიცი, მოკლედ მიმოვიხილავთ იმ პერიოდს, რომელიც ურთულესი პერიოდი და წლები იყო სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გახდა ილია მეორე. მან მახსოვს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდევაც, რომ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ასე აღნიშნა, რომ პატრიარქმა ჩაიბარა ფაქტიურად სუდარა გადაფარებული ეკლესიაო, ეს ისეთი მძიმე პერიოდი იყო ზუსტად ჩვენი საეკლესიო პერიოდისთვის, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო მაშინ ხელისუფლების მხრიდან, ძალიან ბევრი საქმე და ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა. ძალიან მთელი გადაცემა არ გვეყოფა ალბათ იმისთვის, რომ მოვყვეთ თუ რა ღვაწლი აქვს და დამსახურებები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა რამდენიმე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც ის პერიოდი ავტოკეფალიის დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი, ის რომ ქართულ ენაზე, თანამედროვე ქართულ ენაზე ბიბლია გამოიცა, სწორედ იმ პერიოდში სასულიერო აკადემიის თბილისში გადმოტანა და მას შემდეგ აღარ ვამბობ უკვე რამდენი ეკლესია მონასტრები აშენდა, მთავარი ჩვენი საკათედრო ტაძარი და ასე შემდეგ უამრავი ალბათ ისი ჩამოთვლაც მთელი გადაცემა ალბათ არ გვეყოფა ამისთვის. ხო, მაგრამ მაინც ჩამოვთვალოთ არა, ასე თუ ისე შევეცადოთ რაღაც გარკვეული სურათი დავხატოთ. თუნდაც ის რომ ძალიან საკმაოდ დიდად გაიზარდა სარწმუნოებისადმი, სწორედ აი კომუნისტური წყობის შემდეგ ასეთი ლტოლვა, ასეთი დიდი სიყვარული, სწორედ ჩვენი უწმინდესის წყალობით არის, პლუს კიდევ ის რომ ყველა ოჯახში ყოველი მესამე ჩვილი ინათლება მისი წყალობით და კიდევ ის რომ გვარი ილოცება, ყოველივე ამას შევესწარი და ჩემს ემოციებზე ამ პატიმრების შეწყალება, ახალგაზრდებთან შეხვედრები და ჩანერგვა, თუნდაც იმ წიგნის სიყვარულისა, თუნდაც იმ ერისა, იმ სამშობლოსი, ყოველივე ეს ძალიან დიდია და დიდი წვლილია ჩვენი და ყველამ გაათვითცნობიერა თუ რა უდიდესი ადამიანი გვყავს ჩვენ და ერთიც მინდა რომ ერთადერთხელ მომეცა საშუალება რომ ვეამბორე მის ხელს და რაღაცნაირად იცი იმ წელს ჩემი საქმე კარგად წავიდა. რა პრაგმატული შეხედულებები ჩავიფიქრე. ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მაგრამ აი ასე იყო, კი. ნინო, შენ ტელეფონის ნომერი აუცილებლად გამოვაცხადებ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც ახლა ჩვენს გადაცემას უყურებს, ძალიან დიდი სიხარულით და ძალიან დიდი მოწიწებით შეეგებება ამ თემას დარეკავს და უსათოდ დააფიქსირებს თავის მოსაზრებას. ამასთან დაკავშირებით 240-90-06 მე ნინოს აბსოლუტურად ვეთანხმები საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, შეიძლება მართლა ოქროს კალმით ჩაიწეროს საქართველოს ისტორიაში. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ის უშუალოდ უკავშირდება ილია მეორის სახელს. თავისთავად ცხადია, მე მაინც ვეთანხმები ნინოს ერთ რაღაცაში, რომ ის რისი თქვა და ახლა ძალიან ისეთი მარტივიანით რო თქვა ხდება საკმაოდ ისეთი პოპულარიზაცია ეკლესიასთან ურთიერთობის, ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი მეცადინეობა და შრომა ჭირდება, როგორც ყველაფერს დედამიწისძვრზე და როგორც წესი ყოველთვის შედეგი არ დააყოვნებს ხოლმე და შედეგიც სახეზეა და ძალიან კარგი. მე რატო არ მეთანხმები? თქვენც გეთანხმებთ, მე ფაქტიურად დუმილი არის თანხმობის შედეგი. ველაფერს ასე. ანუ ესე მე რასაც ამბობთ, ყველაფერს ვეთანხმები, თუ სულ დუმდი ამ ხნის გამო. მე შემიძლია ერთი რამ დავამატო, უბრალოდ სანამ ჩვენ დაუთმობთ დროს ჩვენ სტუმრებს, იმიტომ რომ დღეს სამი სტუმარი გვყავს და გვინდა რომ მაქსიმალურად მივცეთ მათ საუბრის საშუალება, სწორედ აი იმის გამო, რაზეც გოგონებმა ისაუბრეს დასაწყისში, სახელმწიფომ შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც ემსახურება იმას, რომ ეს წელი
საიუბილეო წელი მაქსიმალურად დატვირთული იყოს საზეიმო მოვლენებით, საზეიმო და მნიშვნელოვანი მოვლენებით. ეს არ არის მხოლოდ კონცერტები, დაუშვათ, რომელიც უკვე გაიმართა და არაერთი გაიმართება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული სახელების მონაწილეობით. ეს არ არის მხოლოდ გამოფენები, რომლებიც მათ შორის თურმე ლაპარაკია იმაზე, რომ პატიმრებისთვისაც უნდა შედგეს ამ ყოველფრის ჩვენება. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა გარკვეული წიგნების გამოცემა, რომელიც ნამდვილად შენ თქვი ისტორიული ფაქტები ახსენე და გარკვეულწილად ძალიან მნიშვნელოვანია დაუშვათ მათთვის, ვინც სწავლობს რელიგიის ისტორიას. მაგრამ ეს არის კიდევ პლუს ძალიან საინტერესო სამეცნიერო კონფერენციები, რომლებიც რელიგიურ თემაზე გაიმართება საქართველოში ამ წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი დაიწყო ფაქტიურად სექტემბრიდან და გასცდა ზაფხულამდე, ასე რომ ეს ძალიან დიდი სამუშაოა, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ ყველაფერში, არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო პირებიც და ეს არის ფაქტიურად მცდელობა სახელმწიფოში, რაღაცნაირად დაუფასოს ამ ადამიანს ის ღვაწლი, რომელიც მას მიუძღვის ქართული ეკლესიის აღორძინებასა და მის ესოდენ მზარდ ავტორიტეტში ნამდვილად. მე მგონი, ვიპასუხოთ ჯერ ზარს და მე მგონი მე დავუთმოთ რომ ჩვენ სტუმრებს გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ესეთ რა მინდა, ერთი მოგესალმოთ, მინდა ყველანი ძალიან მომწონს იყარხარ დივამშვიდობის და მინდა მოკლედ მოგიყვეთ ახლა რა მოხდა და რაღაცა სხვა მხრიდან წარმოვაჩინო ჩვენი დიახ, ლოჟაში ვიყავით ოპერაში და ჩვენს გვერდით უცბად აწყდა ალიაკოთი და მივხვდი რომ რაღაცა ვიპი ადამიანი იყო, იმიტომ რომ გამოვიდა დაცვა ბევრი ხალხი და ამ დროს გამოჩნდა ილია მეორე. ისეთი ამბავი ვქენი რომ ყვიროდი ხალხნო რა დროს ოპერაა, მოდით ილია დაგლოცავთ, მოდი და ისე ყვიროდი რომ დაცვა გადამეფარა და თვითონ გააჭერა ხელი და დაიწყო ისეთი სიცილი რომ ჯიჟი ვეგონი ალბათ და მითხრა რომ დაწყნარდი გენაცვალე ხო არსად არწახვალ ჩამოვეკიდე და ხელზე ვთხოვდი რომ ხო არსად არწავალო მითხრა და იცინო და ვინც გინდა მოიყვანეო და ეს ხელი დაგვადო ყველას მოგვეფერა გვაკოცა დაგლოცა და ესე გიჟები ვიფიქსეოდი დაგვავიწყდა ოპერა და საერთოდ ყველაფერი და მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა ბედნიერება, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველ ჩვენთანზე ზრუნავს, ყველა ჩვენგანზე და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და დიდი მადლობა, რომ ასეთ თემებს აშუქებ და რომ საერთოდ არაჩვეულებრივები ხართ. მადლობა. მე მგონია რომ დავუთმოთ ახლა დრო რეკლამას და მოვიბატიჟოთ ჩვენი სტუმრების სტუდიაში, დაგველოდეთ და ძალიან მალე დაგიბრუნდებით და ბევრ საინტერესოს გაიგებთ ნამდვილად. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს სტუდიაში. ბატონი არმაზ ახვლედიანი, პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებული კომისიის წევრი, ბატონი ალექსანდრე მარგიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე და საპატრიარქოს წარმომადგენელი ბატონი გიორგი დონაძე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ჩვენ დღეს პირდაპირ ვეხებით ამ არაჩვეულებრივ თემას. საკმაოდ ისეთი კარგი მისია გაქვს, შეიძლება ითქვას, აღებული, იმიტომ რომ პატრიარქის აღსაყრებასთან დაკავშირებით 35 წლის თავის მთელი ღონისძიებები აბსოლუტურად, რომელიც თუ არ ვცდები ერთი წელი, ფაქტიურად ერთი წელი გასტანს, თუ შეიძლება დავიწყოთ აი მოკლე მიმოხილვით რა ღონისძიებებია უშუალოდ დაგეგმილი და რის მიხედვით შეირჩა ეს ღონისძიებები. რა იყო პრიორიტეტები თქვათ ამ ღონისძიებების ჩატარებას? მე მოსმენთ რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ რომ საქართველოს სახელმწიფო მთავრობა აღიარებს დიდ ღვაწლს, რომელიც პატრიარქმა გაწია ქართული ერის სულიერი განვითარებისთვის. და ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ მცირე წვლილია, რაც შეუძლია სახელმწიფომ შეიტანოს პატრიარქის დაფასების საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანად საქართველოს მიიღებს მონაწილეობას ამ ორი იუბილეს აღნიშვნაში. მოგეხსენებათ, რომ არის როგორც აღსაყდრების იუბილე, ასევე პატრიარქის დაბადებიდან იუბილე. რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება დაგეგმილი, მათ შორის როგორც ერთჯერადი კონცერტები, ან ერთჯერადი გამოფენები, ასევე არის დროში განგრძობადი ღონისძიებებიც, მათ შორის მაგალითად გამოფენები, რომლებიც მოივლის ბევრ რეგიონს, მათ შორის აქ იყო ნახსენები, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაშიც იქნება ასეთი ჩვენება განხორციელებული. ფაქტიურად შევეცადეთ, რომ
ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხელოვანი ხალხისთვის, კულტურის მოღვაწეებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ თავისი მადლიერება გამოეხატათ ჩვენი პატრიარქის მიმართ. შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ღონისძიებებზე, როგორც ზოგადად თლიანობაში, ასევე ცალ-ცალკე გავყვეთ და ჩვენ მოგახსენებთ. ერთი შეკითხვა მაინც მექნება. ჩვენ აუცილებლად მიმოვიხილავთ ახლა დეტალურად ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის დაგეგმილი, მაგრამ თუ მაინტერესებს, თავისთავად ცხადია, ალბათ პატრიარქთან შეთანხმებული იქნებოდა ყველა ღონისძიება. არის თუ არა რომელიმე ისეთი ღონისძიება, რომელიც პირდაპირ პატრიარქის სურვილით ჩაჯდა აი ამ ნუსხაში? იცით, ჩემი ინფორმაციით და ბატონი არმაზი შემისწორებს თუ შემეშლება, დაგეგმილი იყო გაცილებით მეტი ღონისძიება, ჩაფიქრებული იყო, მაგრამ პატრიარქთან კონსულტაციები ძირითადად თავდებოდა იმით, რომ იგი გთხოვდა, რომ შეგვემცირებინა მასშტაბები, არ ყოფილიყო პომპეზური და ასე ვთქვათ, მოკრძალებით ეკიდებოდა ამ საკითხებს. ასე რომ მე ვიტყოდი, რომ უფრო ინიციატივა მომდინარეობდა მეუფეებისგან, საპატრიარქოსგან და სახელმწიფოსგან, ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტროსგან, ვიდრე თვითონ პატრიარქისგან. ბატონი არმაზი, როგორც გავარკვიე, სულ 2 საათის წინ ჩამოფრინდა და პირდაპირ ჩვენ სტუდიაში აღმოჩნდა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაზე იმყოფებოდა, გამოფენა იყო, სადაც საქართველოს მიიღო ერთ-ერთი ნაწილი იყო ამ ვიზიტის. მონაწილეობა. დილამშვიდობის და ასევე კითხვას კიდევ გამახსოვ ამ თემასთან დაკავშირებით, კომისიამ გაირკვა, რომ პატრიარქის ინიციატივაც, რა თქმა უნდა, მან რაღაც ღონისძიებები შეამცირა, თუმცა თვითონ კომისია როგორ მუშაობდა და თქვენი გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში როგორ შეჯერდა და იქნებ ჩამოვთვალოთ ეს ღონისძიებები, რა იქნება დაგეგმილი. უპირველესად მინდა ყველას მიულოცო ანდრია პირველწოდებულის და დიდი მეფის ვახტანგის ხსენება, რავალს დაესწარით. 2012-13 განსაკუთრებული წელია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში და განსაკუთრებულობას ამ წელს, ამ ორ წელს, რა თქმა უნდა, სენს ის რაზეც ახლა ბატონმა ალექსანდრემ ისაუბრა, იუბილე პატრიარქისა, რომელიც სულაც არ არის ოდენ სასულიერო ღონისძიება, იგი გასდა ამ მასშტაბს რახანია და მე ვიტყოდი, რომ გასდა საქართველოს ფარგლებსაც. მე ამ დილით დავბრუნდი სტრასბურგიდან, იქ მართალია სხვა საქმეზე ვიყავი, მაგრამ რამდენიმე იქაურ მასპინძელთან განვიხილეთ აგრეთვე ეს საკითხიც და თქვენ ვერ წარმოედგენთ უბრალოდ როგორია დამოკიდებულება ევროპელების, უცხოელების საერთოდ, მათ შორის დიდმოხელეების, რომლებიც ჩვეულებრივ ასეთი საკითხების მიმართ ცოტა უფრო ზომიერები არიან მოგეხსენებათ, მაგრამ იქ სადაც საქართველოს პატრიარქის სახელი ითქმება, ასე ვთქვათ, უემოციოდ ამას ვეღარავინ ვერ ტოვებს, უპასუხოთ. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს საიუბილეო წელი ნამდვილად გასწდება საქართველოს ფარგლებს და გასწდა უკვე რახანია, იმიტომ რომ უწმინდესმა და უნეტარესმა 35 წლის განმავლობაში და მანამდეც, როცა მღვდელმთავარი იყო, მოახერხა ის, რომ საქართველოს ცხოვრებაში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს ცხოვრებაში, მერე უკვე 90-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებაში და დღეს იმ საქართველოსი ჩვენ რომ ცხოვრობთ, გარდამტეხი, განსაკუთრებული, საეტაპო, ეპოქალური ძვრები შეიტანა სიკეთისკენ, რა თქმა უნდა, და ამას მადლობა ღმერთ ჩვენ ყველა მეტნაკლებად ვხედავთ, ვაფასებთ, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამას აფასებენ უცხოეთში და ხდებიან მესმის ჩვენი ფორმატი ახლა სულ არ არის ამაზე, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ, ბევრი მეუბნება, რომ შეუძლებელი იქნებოდა 1 ოქტომბერი დამთავრებულიყო ასე მშვიდობიანად, ასე ნორმალურად, რომ არა უწმინდესის და უნეტარესის ფაქტორი, მისი დამოკიდებულება, მისი ლოცვა, მისი განსაკუთრებული მისია ჩვენს საზოგადოებაში და მის მიმართ ნდობა, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავაფასოთ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება საპატრიარქოს ჩართულობას ძალიან საინტერესოა ამ ღონისძიებებში და იქნებ ღონისძიებებსაც შევეხოთ კონკრეტულად, იმიტომ რომ მაყურებლისთვის დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება თუ რას შეუძლია დაესწრონ და რაში მიიღონ მონაწილეობა თავად. მოგესალმებით, როგორც უკვე ბატონმა ახსენეს, ეს არ შემოიფარგლება ერთი თვით და ორი თვით ეს ღონისძიებები, ეს საიუბილეო წელია.
გამოცხადებული და წლად არის გამოცხადებული, ამაში სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული, რა თქმა უნდა საპატრიარქოც თავის წვლილში აქვს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მაგალითად 25 დეკემბერს პატრიარქის უშუალო დასაყრდენობის დღეა ესა. მოგეხსენებათ საზეიმო წირვა ტარდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. შემდგომ უამრავი სტუმარი ჩამოდის სოფლიო პატრიარქი და თითქმის ყველა მართლმადიდებლური და არამართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები 25 დეკემბერს ბატონი ვახტანგ კახიძე ჯანსუქარის სახელობის მუსიკალური ცენტრი კულტურის სამინისტროსთან ერთად მართავს შესანიშნავ კონცერტს. ეს თითქმის ამ საიუბილეო კონცერტებისათვის თითქმის ყველა ის ცნობილი ჩვენი ახალგაზრდა და ცნობილი ესე ვთქვათ შემსრულებელი საოპერო კლასიკური მუსიკის შემსრულებლები არიან ჩამოსულები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოგეხსენებათ მათთვის არ არის ადვილი ესე ჩამოსვლა და იმისთვის რომ გაწერილი აქვს ყველაფერი გრაფიკის და ორი წელი ადრე. თუ შეიძლება თან რომ დავაზუსტოთ კონკრეტულად ვინ იქნებიან სტუმრები. მე შინ არ გამომჩეს ვინ. შეიძლება ჩამოგითვალა. აი აგერ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ბუნებრივია, თბილისის ოპერის თეატრისა და ამავდროულად კონსერვატორიის გაერთიანებული გუნდი შეასრულებს ამ დღეს. სოლისტები გუნდია მინდა გითხრათ. დიახ, დარწმუნებულია რომ მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება. სოლისტები თეონა დვალი, ქეთევან ქემოკლიძე ჩამოვა, ირაკლი კახიძე, ალექსანდრე ვასაძე, რამას ჩიკვილაძე, ანსამბლი რუსთავი შეასრულებს და ამს ყველაფერს უდირიჟორებს ბატონი ვატოყახი. ეს 25-ის ეს 25. შემდგომში 7 იანვარს როდესაც შობის დღესასწაული იგეგმება ყოველ წელს იყო ეს ალილოები ბატონი არ მას დამეთანხმება, მაგრამ ეხა როგორც გადაწყდა საიუბილეო პერიოდში განსაკუთრებული ალილო იგეგმება, უფრო მეტი ხალხი ჩაერთვება ამაში და ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე 4 იანვარს მის დაბადების დღეს ფონდი იავნანა მართავს კონცერტს, ასევე უამრავი ქართველი სოლისტი მიიღებს მონაწილეობას, ორკესტრი თვალსწრები ნიკა მემანიშვილის ორკესტრი იღებს ამაში მონაწილეობას. ფაქტიურად ყველა მუსიკოსი, ვინც კი საქართველოსია, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის, დიდი სიხარულით და სიყვარულით არის ჩართული ამ ყველაფერში და დამაგვირგვინებელი კონცერტი არის 11 იანვარს, ეს არის აქ უკვე ესეთი პატრიარქის თხოვნა იყო ამ შემთხვევაში, რომ ეს კონცერტი არ ყოფილიყო მარტო კლასიკური, ეს იქნება პირველი ნაწილი იქნება ხალხური შემოქმედება, ანსამბლი სხვადასხვა თითქმის ყველა სახელმწიფო ანსამბლი იღებს მონაწილეობას, ერისიონი, სუხიშვილი, რუსთავი, ჩვენი გუნდი ბასიანი, სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ბავშვები და მეორე ნაწილი უკვე იქნება მისი უზრუნველესობის საგალობლები, არამარტო საგალობლები, ესე ორკესტრთან ერთად ასევე დირიჟორებს ძალიან ცნობილი ჩვენი ახალგაზრდა კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე და აქაც ორკესტრი აქაც ამ კონცერტის ორკესტრი არის ბატონი ვახტანგ კახიძის და ასევე მისი დირიჟორობითაც იქნება და შეიძლება მე ჩავთავ თეატრსაც, იმიტომ რომ თუმანიშვილის სახელობის თეატრში იქნება ქეთი დოლიძის სპექტაკლი სერობა. ისე რომელიც პრინციპში ამ თემაზეა და მიუძღვნა ქეთიმ რამდენიმე ხნის წინ, მაგრამ ახლა რეპერტუარში იქნება. ბატონ ალექსანდრე, სწორედ ის თქვენ მინდა შეგეკითხოთ, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი კონცერტების გარდა, კიდე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სხვა ღონისძიებებია, რომელსაც თქვენი საუბრობთ უფრო დაძრაულად. მოგახსენებთ ახლავე, რადგან კონცერტებს შევეხეთ, ერთ მნიშვნელოვან კონცერტს დავამატებ კიდე, რომელიც 4 იანვარს შედგება ფილარმონიაში. ფონდი იავნანას მიერ ბატონმა პაატა ბურჭულაძემ გამოიჩინა ინიციატივა, რომ აუცილებლად მიეძღვნა ეს კონცერტი პატრიარქისთვის და ამავე დროს დაგეგმილი არის, რომ ბილეთებიდან მცირე ნაწილი ბილეთებისა გაიყიდება, ძირითადი ნაწილი მაინც მოსაწვევებით დარიგდება, მაგრამ ისე განაწილდეს ბილეთები, რომ ერთი ბინა მაინც
გადაეცეს გაჭირებულ ოჯახს. რაც შეეხება სხვადასხვა ღონისძიებებს, შეგვიძლია ხვალინდელი ღონისძიების შესახებ ვისაუბროთ. იგეგმება საერთაშორისო კონფერენცია შემოbrunება სულიერებისკენ, სადაც როგორც საპატრიარქოს და სამღვდელოების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის აკადემიკოსები, პროფესორები შეიკრიბებიან და ისაუბრებენ როგორც დღეს საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში სულიერების პრობლემებზე, ასევე ისაუბრებენ, რას უნდა ველოდოთ მომავალში და როგორ შეიძლება რომ ადამიანი გახდეს არა მხოლოდ მორწმუნე, არამედ მორწმუნესთან ერთად უფრო კეთილი და განავითაროს თავისი სული, თუ შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ. 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება ეს კონფერენცია ხვალ და ზეგ. ასევე ბატონმა გიორგიმ ახსენა ფოტოგამოფენა, რომელიც მიმდინარე პროცესია. ასევე ერთი საინტერესო გამოცემის შესახებ მინდა მოგახსენოთ, ეს გახლავთ ქართულ ბერძნული ხელნაწერი. ეს არის უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ინახებოდა რუსეთში და ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ხელნაწერი გამოვცეთ მაღალი ხარისხით. ამავე დროს რუსეთის მხარე, კონკრეტულად ის ბიბლიოთეკა, სადაც ინახება ეს ხელნაწერი, დაგვთანხმდა, რომ ჩვენ გადმოგცეს ფილმ პრინტები, ანუ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ ერთხელ გამოვცეთ, არამედ მომავალშიც, როდესაც ეს არის აი გვაქვს მაგალითი ქართული ხელნაწერისა, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი. ფაქტობრივად თუ შეიძლება მე ჩამოგართმევთ ამას და მაყურებლისთვის რომ აი უკაცრავად. უფრო ესე თვალსაჩინო რაც არის ალბათ ეცნები. დრაშინაარსისა ეს ხელნაწერი რომელიც იქ ინახება ის რაც ეს გახლავთ ქართული ხელნაწერი, რაზეც მოგახსენებდით, მინდა დაგპატიჟოთ, რომ გარდა იმ ხელნაწერისა, ქართულ ბერძნულის, რომელიც გამოიცემა რუსი მეგობრების დახმარებით, ასევე გამოიცემა კატალოგი და ალბომი, სადაც იქნება აღწერილი თითოეული ხელნაწერის ისტორია, როდის შეიქმნა, ვინ შექმნა და რაში მდგომარეობდა სწორედ აი ქართულ ბერძნულობის უნიკალურობა. ძირითადად ეს არის რელიგიური მართლმადიდებლური ტექსტები. დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ბევრ თეოლოგს არც ჰქონოდა წარმოდგენა მათი არსებობის შესახებ და ვფიქრობ, მთლიანად საზოგადოებას დააინტერესებს ამ კატალოგის გაცნობა და თვითონ ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემის გაცნობაც. მე ვთხოვდი ბატონ არმაზს, რომ ბატონ არმაზ, აი მე რა მაინტერესებს ეხლა არაჩვეულებრივი საჩუქარი გაგვიკვეთა ბატონ არმაზმა. ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა ეს რაიმე კავშირში ამ ღონისძიებებთან, იმიტომ რომ საერთოდ ყოველთვის ვფიქრობ, იცით რომ ესეთი ადამიანები განსაკუთრებულ მისიას ატარებენ ერის ცხოვრებაში. ინო მაყურებელსაც ნოდა რეზო თაბუკაშვილის და ახალგაზრდა ლაშა თაბუკაშვილის არაჩვეულებრივი ფოტოა, მე მინდა რომ იყოს საშუალება და ლექსი ბატონი რეზოსი, რომელიც შვილიშვილებს ეძღვება, მე ამ ლექსის შესახებ ვიცოდი და ყოველთვის ძალიან მომწონდა. და აი ეს არაჩვეულებრივი ფოტო თავისი ლექსით, ბატონი რეზოს ლექსით, ბატონმა არმაზმა ახლა გვისახსოვრა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. და იქნება თუ არა, ვთქვათ, გახსენება ამ ადამიანების, ან არის თუ არა ეს რაიმე კავშირში ამ ღონისძიებებთან? აი ამ ტიპის ღონისძიებები თუ იგეგმება? მე ვცდილობ, რომ ეს ლექსი ყველას ვაჩუქო. ეს ისეთი ლექსია, რომ ცუდ საქმეს თუ ჩაიფიქრებს ადამიანი, აუცილებლად დააფიქრებს და არ გადაადგმევინებს ცუდისკენ ნაბიჯს. თაბუკაშვილმა დატოვა ლექსი ანდერძი, საოცრება. მე არ მინდა ახლა ამაზე მეტი ვილაპარაკო, რეზო თაბუკაშვილი მთელი სამყაროა, რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი არის, რომ რეზო თაბუკაშვილის დანატოვარი, მისი მემკვიდრეობა იმ ხანად, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ის რაც გაკეთდა ქართველი შემოქმედების მიერ, ჩემი აზრით, პირდაპირ უკავშირდება იმას, რაც მოხდა 77 წელს, როცა აღსაყდრდა ჩვენი პატრიარქი და დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს, ეპოქა საქართველოს ცხოვრებაში, როცა ადამიანებმა იგრძნეს, რომ იწყება შემოbrunება სულიერებისკენ და პატრიარქი ყოველთვის იყო მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ადამიანი. უბრალო, თავმდაბალი, ზომიერი, მოსიყვარულე, მადლიერი. რა თქმა უნდა,
პატრიარქი უშრეთი წყაროა კეთილშობილი იდეებისა. აი ყოველ ჯერზე ისეთ საინტერესო საოცარ ამბავს იტყვის ხოლმე იდეის სახით, ისეთ ნოვატორულს ვიტყვი, რომ ალბათ ბევრ თანამედროვე ადამიანს გაუკვირდება, იგი არის მეტისმეტად თანამედროვე და ალბათ მისი გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია თანამედროვეობა საოცრად ჰარმონიულად შეაზავოს ტრადიციულთან და ეს ყველაფერი იყოს უხვად გაჯერებული სულიერებით. აი ეს არის განსაკუთრებულობა მისი და სწორედ ამ კვალში დგომისკენ მოგვიწოდებს ჩვენ უწმინდესი და არა მხოლოდ ქართველებს, ყველას ვინც კი მასთან მიდის სტუმრად, მე შემიძლია გავიფხსენო არაერთი შემთხვევა, როცა უწმინდესთან სტუმრად იყვნენ მაღალი რანგის უცხოელი დიდმოხელეები. აი და უშუალოდ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ეს ძალიან მაღალი თანამდებობაა, მოგეხსენებათ, გერმანელი ბატონი, ვინც კონკრეტულ საქმეზე სასაუბროდ მივიდა უწმინდესთან და როცა უკვე ემშვიდობებოდა, ამ ერთი შეხედვით ასეთ ბიუროკრატს ვიტყოდი, თვალზე ცრემლი მოადგა და უთხრა უწმინდეს, რომ მასში რაღაც განსაკუთრებული ხდება ახლა და ის ვერ იკავებს ემოციას. ეს ალბათ არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ამ ჩვენს გაუკუღმართებულ დროში მე ვიტყოდი, სადაც ასე ცოტა ადამიანური, სულიერი, კეთილშობილი და ასე მძლავრობს მანქანება, ასე მძლავრობს ინერცია, ყველა მონატრებულია ამ სიყვარულს, ამ სიკეთეს, რაც ასე უხვადაა ჩვენს უწმინდესში და ისიც მინდა გითხრათ, რომ თანამედროვე რელიგიურ ლიდერებს შორის ალბათ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არის სრულიად გამორჩეული დღევანდელ სამყაროში, სოფლიოში, ჩვენი პატრიარქი არის სრულიად გამორჩეული კაშკაშა ვარსკვლავი და ჩვენ უნდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ ვერ ვაფასებთ და ვერ ვაცნობიერებთ რა მასშტაბის ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. მისი თანამედროვენი ვარ ჩვენ. ამის საკმაოდ შემწყნარებელია პატრიარქი, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ უმრავლესობა იმედი მაქვს, რომ ნამდვილად აფასებს. რა თქმა უნდა აფასებს, მაგრამ ისევე ვერ აფასებს, როგორც საჭიროა. მსოფლიო პატრიარქის ჩამოსვლა აქ უკვე ითქვა არის მნიშვნელოვანი რამ, მოგეხსენებათ მსოფლიო პატრიარქი ესე ყველგან არ დადის ხოლმე და მისი ჩამობრძანება ეს არის ნიშანი, დასტური იმისა, როგორია დამოკიდებულება ჩვენი უწმინდესის მხრიდან და როგორც ასევე ითქვა, ჩამოვა მაღალი დელეგაცია არაერთი ეკლესიიდან, არაერთი ქვეყნიდან და ეს იქნება საერთო ესეთი საერთაშორისო ზეიმი მე ვიტყოდი. და სწორედ თავის მოღვაწეობის მანძილზე არაერთი ქვეყნის ჯილდო მიუღია სწორედ პატრიარქს, არაერთი საეკლესიო და კიდევ არაერთს მიიღებს. მე დარწმუნებული ვარ ამაზე, რა თქმა უნდა, ისე ვისაუბროთ, უბრალოდ მოამბეს დავუთმოთ რამდენიმე წამი და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ჩვენ დაბრუნდით ეთერში და დავასრულეთ საუბარი სწორედ მსოფლიო პატრიარქის ვიზიტის შესახებ ლაპარაკობდით და ძალიან მაინტერესებს იქნებ ამ ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ უფრო მეტი ვისაუბროთ და იმის შესახებ თუ რასთან იქნება დაკავშირებული ეს ყველაფერი, ეს ხომ არ იქნება მხოლოდ სტუმრობა დაწუნებული ვარ, ალბათ ამას აქვს რაღაცა გარკვეული შედეგებიც მოყვება. ალბათ ყველასთან არის შეკითხვა, არ ვიცი, ყველამ შეგიძლიათ რომ რაღაც გარკვეული. ბატონ გიორგი, დავიწყოთ თქვენგან, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს წარმომადგენელი ალბათ პირველ რიგში იყო ინიციატორი ასეთი უმნიშვნელოვანესი, ვთქვათ, ვიზიტისა. მსოფლიო პატრიარქის ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, ეს არის ბატონი არმაზ ძეღან ამბობდა, რომ უდიდესი მოვლენაა. მართლა ეს არის პოლიტიკური ფიგურა, არა მარტო ეკლესიის მეთაური, ეს არის ბევრ მსოფლიო მოვლენებში იღებს მონაწილეობას. მისი ჩამოსვლა უკვე მე ვფიქრობ ძალიან დიდი ზეიმია, დიდი დაფასება ზუსტად კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მისი მხრიდან, ანუ მსოფლიო პატრიარქის მხრიდან ეს ძალიან კეთილი სვლა და სწორი ჩვენი აზრით და რა თქმა უნდა, ეხლა ამას სხვადასხვა ბევრი რამ მოხდება, როგორც ეკლესიისთვის, საქართველოს ეკლესიისთვის, ასევე ქვეყნისათვის იქნება ძალიან
დადებითი მოვლენა, როგორც ვიცი, მსოფლიო პატრიარქს ექნება შეხვედრები მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა იქ საუბრები იქნება იმასთან დაკავშირებით, არა მარტო ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ზოგადად ქვეყნის მომავალზე, საქართველოს ეკლესიის მომავალზე ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. მსოფლიო პატრიარქის გარდა თუ არ ვიცით ძალიან შორს არ წაგვიყვანს და დიდი ჩამონათვალი არ არის, აი ვინ იქნებიან კიდე მოწვეული? ვინ ჩამობრძანდება რომელი ქვეყნის თქვა? ჩეხეთის და სლოვაკეთის მიტროპოლიტი ჩამობრძანდება, ანუ ეკლესიის მეთაური და სხვა ეკლესიებიდან ჩამობრძანდებიან მღვდელმთავრები, დელეგაციების ხელმძღვანელები, სწორედ ისინი იქნებიან. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, გუშინ სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში ვიყავი, ხვდებოდი ევროპარლამენტარებს და ყველა იყო ძალიან გახარებული, იმიტომ რომ სწორედ გუშინ ევროპის კავშირის ხელმძღვანელები ულოცავდნენ ევროპელებს იმას, რომ ნობელის პრემია მიიღო გადაწყვეტილება თუ თქვენ იცით კომიტეტმა და დააჯილდოვა ევროპის კავშირი ნობელის პრემიით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და ევროპის კავშირის წევრი ქვეყნებიდან იყვნენ წარმომადგენლები. თითო ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი, ვისაც სიმბოლურად გადაეცა ეს პრემია და მე გუშინ ვფიქრობდი და ვეუბნებოდი კიდეც იქ ჩემს მეგობრებს და კოლეგებს, რომ ძალიან მალე მე დარწმუნებული ვარ, ნობელის პრემიის კომიტეტი განიხილავს საკითხს, რომ ჩვენი უწმინდესი დაჯილდოვდეს ამ უმაღლესი პრემიის მსოფლიოში მშვიდობის დარგში, იმიტომ რომ ცოტა ვინმეს გაუკეთებია იმდენი მშვიდობისთვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. მთელს რეგიონში ეს არის ადამიანი, ვინც მშვიდობის მყოფელია თავისი არსით და არ ვიცი რამდენად ღირს ახლა ამის აქ თქვა, მაგრამ აი წარმოიდგინეთ დავშვათ მიმართულება ქართულ-რუსული ურთიერთობები, რომ სულ ჩიხშია წლების განმავლობაში და უწმინდესმა ერთხელ ბრძანა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მეზობლებს, რომ ისინი გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ნუ ასეთი დიპლომატია, ასეთი აზროვნება, ეს არის ალბათ ვერც ერთი პოლიტიკოსი და ყველა პოლიტიკოსი ერთად აღებული ვერ მოიფიქრებს იმას, რაც შეიძლება მოიფიქროს უწმინდესმა, სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი ეს არის ნასაზრდოები სულიერებით და მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო მას ეს დიდი დღესასწაული, ეს შეიძლება მისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია და უკვე ითქვა, რომ ის ცდილობს ნაკლები ღონისძიება ჩატარდეს, არ იყოს ეს პომპეზური, მაგრამ ეს ჭირდება საქართველოს, აი ეს უნდა ვთქვა. რუსულ ურთიერთობებს შევეხეთ, მაშინ არ შემიძლია არ გითხოთ, თუ ჩამობრძანდება რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ჩამობრძანდება, ჩვენ არ ვიცით ჯერ კონკრეტულად ვინ, მაგრამ ერთ-ერთი მღვდელმთავარი როგორც ჩანს, იმიტომ რომ ყველაზე უფრო რთულ პერიოდში ქართულ-რუსული ურთიერთობებისა თქვენ მოგეხსენებათ, რომ სწორედ უწმინდესი იყო ერთადერთი ხიდი გადებული, ასე ვეთქვი და ყველა დაარტყმასებულობდა საკუთარ თავზე, ოღონდ კი ეს უკანასკნელი ხიდი არ ჩამტრეულიყო და ასევე ჩვენს ურთიერთობებში ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან, ბევრი სხვა მიმართულებით, ეს არის მართლა უნიკალური მოვლენა და ჩვენ უნდა დავაფასოთ, მოუფრთხილდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ხიდით ისარგებლოს ბევრმა ადამიანმა, არა მხოლოდ საქართველოში. ეს არის ხიდი სიკეთისა. ჯერ უნდა შევაფასოთ ბატონო არმაზ, რომ დავაფასოთ. გავაცნობიეროთ. აუცილებლად ეს დავამატებთ უნებას მოვცემთ მსოფლიო პატრიარქის და სხვადასხვა ქვეყნის საპატრიარქო დელეგაციების ვიზიტის დროს ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია, როგორც ჩვენ აქ აღნიშნეთ, ანუ ერთ-ერთი დანიშნულება ამ ვიზიტის იქნება სწორედ ამ კონფერენციაში მონაწილეობა და ასევე მოსალოდნელია, რომ მსოფლიო პატრიარქი შემოივლის საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, რათა ეწვიოს ჩვენს ეკლესიებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ იგეგმება აი ამ ერთწლიანი საიუბილეო პერიოდის განმავლობაში ბიბლიის გამოცემა, რასაც იმედი მაქვს, რომ ახალ წელს პირველ თვეებში მოგილოცავთ. ბატონო ალექსანდრე, ხომ არ იქნება შემთხვევით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს შემირგვლება აინტერესებს ეს. ცოტა უფრო გათანამედროვებულ ქართულ ენაზე ეს ბიბლია. ეს აინტერესებს ძალიან ბევრს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ვერ დაგიდასტურებთ, ვერ დაგიდასტურებთ.
უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება როგორც გამოცემა ახალი, ასევე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული რახან არის, იქნება განსაკუთრებული, ანუ შენარჩუნებული იქნება ორიგინალური ენა. ასევე ჩვენ გეგმავთ ეპისტოლეების გამოცემას, პატრიარქის ეპისტოლეების გამოცემას, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ბევრ მოუწმუნეს და ნებისმიერ ქართველს გულს გაუხარებს ამ ეპისტოლეების მიერ. აი აქ სტუდიაში ხარ რამდენი ბრძანდებით, არავინ არ დაიჯერებთ ალბათ. თქვენ რომ ნახოთ პირველი ეპისტოლეები უწმინდესის და უნეტარესის 78 წლის სააღდგომი ეპისტოლე, საშობაო ეპისტოლე 78-80-იანი წლებიდან რა პერიოდზე ვსაუბრობთ? კი, გასაგები აბსოლუტურად. თქვენ რომ ნახოთ ეს ეპისტოლეები, წაიკითხოთ, იტყვით რომ ეს არის დღეს დაწერილი და დღეს არა, მომავალშია დაწერილი. ეს არის საოცრება. ანუ იმ დროს, როცა არანაირი შუქი არ ჩანდა, შუქი გაუმჯობესებისა, გაკეთილშობილებისა, ეს ადამიანი ხედავდა ამ სხივს და ყველას მოუწოდებდა, რომ ამ იმედით ეცხოვრათ. პატრიარქის ეპისტოლეები, რომ წაიკითხოს ადამიანმა, აი მე ასე ვეთყოდი პოლიტიკოსებს დღევანდელ, წაიკითხეთ ეს ეპისტოლეები, მოყევით ნელ-ნელა წაიკითხეთ, ამონარიდები მაინც და თქვენ შეცდომებს არ დაუშვებთ. მე მიფიქრია, რომ თუ კი ადამიანი გააზრებულად წაიკითხავს პატრიარქის ეპისტოლეს, აი თქვათ ეხა საშობაო გამოვა მალე, ხო? ის არის რაღაც საოცარი თანამედროვეენით რო ვთქვათ გეგმა. უკეთეს ვერაფერს ვერ ნახავს სახელმწიფო და არ იფიქროთ რომ იქ არის რაღაც ვიწრო თემების სულიერებასთან დაკავშირებით. ეს არის მასშტაბური თელ სოფლიოს რომ ეხება, საქართველოს ხედვას რომ გვასწავლის. ასე რომ ეპისტოლეების გამოცემა მათ შორის უცხო ენებზე ითარგმნება, ხა ძალიან კარგი საქმეა, იმიტომ რომ არ შეიძლება მხოლოდ ჩვენ ვკითხულობდეთ და ამით შემოიფარგლებოდეს. ერთიც მინდა დავამატო და დროს აღარ წაგართმევთ, რომ არა ის მოვლენები, რაც განვითარდა სექტემბერში, მანამდე დაძაბული პოლიტიკური ვითარება, ცოტა სხვაგვარად იყო დაგეგმილი ამ საიუბილეო ღონისძიებების აღნიშვნა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც იყო ჩაფიქრებული, განხორციელდება. ახლა ალბათ ეს არ მოესწრება, მაგრამ მასშტაბი ასეთია, უნდა ჩატარდეს ძალიან დიდი ფორუმი, რომელზეც შეიკრიბებიან სოფლიოს ლიდერები. სწორედ საქართველოში ასეთია იდეა და ეს ყველაფერი იქნება პატრიარქის ირგვლივ. ყოფილი ლიდერები, დღევანდელი ლიდერები სასულიერო და საერო და იმსჯელებენ მშვიდობის საკითხებზე, იმსჯელებენ კულტურათა დიალოგზე, ასე რომ ეს იქნება რეალურად შესაძლებელი. მოგეხსენებათ, რომ ეს ისეთი ადამიანები არიან, ვინც უნდა მოვიწვიოთ, რომ მათ 1 და 2 წლით ადრე თუ არ შეუთანხმდი, ვერ მოხერხდება ასეთი ვიზიტი. აქ საუბარია, თქვათ, კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გაეროს ყოფილ გენერალურ მდივანზე, ახლანდელ ლიდერებზე, სოფლიოში აღიარებულ მოღვაწეებზე, ხელოვნების სფეროდან, სხვა სფეროებიდან, ძალიან დიდ ადამიანებზე და მე უნდა გითხრათ, რომ როცა გქონდა პირველადი მოსინჯვა ამ ადამიანებთან, ყველა დიდი სიხარულით მზად არის, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, უბრალოდ დასაზუსტებელი იქნება დრო და ეს იქნება ჩემი აზრით საოცარი გაგრძელება ამ საიუბილეო წლისა. ეს შეიძლება გადავიდეს უკვე 2014-შიც, მე არ გამოვრიცხავ, მაგრამ აი ასეთ ეს არ არის უბრალოდ ზეიმი. ეს არის საქართველოს წარმოჩენა უპირველესად და რაც მთავარია, კიდევ ბევრი ადამიანის შემოbrunება სულიერებისკენ და მისი ჩაყენება პატრიარქის კვალში. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც ამომწურავ ინფორმაცია მივიღეთ, ამი არა ერთი გამორჩეულში რა შემიძლია რა თქვა, მოგეხსენებათ ყველას, რომ დიდი ხანია უკვე უწმინდეს საგალობლებს წერს და ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ნაწარმოებები შეიქმნა, რომლის მონაწილეც, ანუ რომლის ხილველიც მე ვიყავი ამ ბოლო წლების განმავლობაში და უკვე კულტურის სამინისტრო გამოსცემს უწმინდესის საგალობლების კომპაქტ დისკს და საინტერესო ის არის უკვე ერთ დისკზე აღარ ეტევა იმდენი ისეთი იმდენი მუსიკა შექმნა უკვე მისმა უწმინდესობამ და გამოდის ორ დისკიანი ესეთი ალბომი, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იბეჭდება, თუმცა მაინც
მოთხოვნა იქნება ძალიან დიდი. მქონდა რამდენიმე დღის წინ შესაძლებლობა პატრიარქთან სტუმრობისას, რომ მან თხოვა რომ შეესრულებინათ და მინდა გითხრათ რომ ამაზე უკეთესის მოსმენა წარმოუდგენელი. მეტია ხალხის ინტერესს გაითვალისწინებდა მეტი როგორ არ მინდა რომ რამე მნიშვნელოვანი გამოგჩეთ ჩვენ შეგვიძლია კიდე შევიკრიბოთ და კიდე ვისაუბროთ აი ამ კომისიის შემადგენლობა სახელმწიფო კომისიისას აი ესეც საოცრება არ არის მითხარით რომ სწორედ პატრიარქი აერთიანებს ასე ვთქვათ დაპირისპირებულ მხარეებს ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები უხვად არიან ამ კომისიაში და საერთოდ მე მიმაჩნია რომ პატრიარქია სწორედ ის ღერძი, ის გამაერთიანებელი ფიგურა, რომელიც აი ამ ტკივილს, ამ უხერხულობას, ამ რაღაც დაპირისპირებას რაც მოსდევს ხოლმე პოლიტიკას, რა ვქნათ, მაგრამ ის ხედავს ადამიანს უპირველესად და მერე მის შეცდომებს და სხვა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ამ სიასაც გადავხედავთ და ის რომ პატრიარქს განსაკუთრებული სიყვარული აქვს მუსიკისადმი, ჩემთვის კიდევ ერთხელ არის ნიშანი რომ კულტურათა დიალოგში თავისთავად ცხადია ჩემი აზრით მუსიკას წამყვანი ადგილი უჭირავს, ასე რომ ჩვენ გემშვიდობებით უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის და ვიმედოვნებთ რომ კვლავ შევხვდებით რომ გავიაროთ კიდევ ერთხელ სიამოვნებით ეს არაჩვეულებრივი ღონისძიებები. ჩვენ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. მე მგონი ფაქტურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღო მაყურებელმა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მაგრამ მე როგორც ვატყობ ახლა ჩვენი სტუმრების საუბრის მიხედვით და ეთერს გარეთ რაც გითხრეს შეიძლება არ არის გამორიცხული კიდევ რაღაცეები დაიგეგმოს გამოჩნდეს ხო ასე რომ მგონი ძალიან საინტერესოა მაქსიმალურად ვეცდებით რომ ყველა ინფორმაცია მაყურებელს მივაწოდოთ და მოვახერხოთ რომ ჩავრთოთ ისინი ამ პროცესებში მე მარისთან და წავიდე იმიტომ რომ ჩვენი დრო ნამდვილად ამოიწურა მარი დილამშვიდობის მოგესალმებით პირდაპირ უნდა გადავიდეთ თემაზე გასაკვირველია ვფიქრობ თემა იმსახურებს ამას იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ როგორი დამოკიდებულება ქალის ასაკსა და მიანის გადაწყვეტილება შორის გააკეთოს თუ არა საკეისრო კვეთა უირა საინტერესო თემაა ნამდვილად ხალბატონობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებულ ეთერს გისურვებ და ჩვენ გემშვიდობებით ხვალამდე ჩვენ თუნდაც დაგემშვიდობოთ ხვალამდე ნახვამდის